პატარა სლავიკი შიმშილისგან ტირის. ბავშვი ისე იძაბება, რომ ესაა დაიხრჩობა. საწყალდედა საკვების საყიდლად ფული არ აქვს, ვიდრე სოციალურ დახმარებას არ მიიღებს. სახლში მხოლოდ გამხმარი პური ექნებათ საჭმელად. დიანა სამი პატარა ბავშვით მარტო დარჩა მას შემდეგ, რაც მისი ქმარი ოჯახიდან წავიდა. ის არც კი დაინტერესებულა ცოცხლები არიან თუ არა ბავშვები და როგორ მიდის მათი საქმეები. სახლში გათბობა არ აქვთ. ბავშვები ცივდებიან და გამუდმებით ავადმყოფობენ. საიდან მოიტანოს უბედურმა დედამ წამლების ფული? ნახეთ რა მდგომარეობაშია აბაზანა. კედლებზე სოკო და ობია მოდებული. პატარები ამშხამს სუნთქავენ. მათ არც ხელი წყალი აქვთ. მეგობრებო, დავეხმაროთ დიანას. ისე მოაწყოს თავისი პატარა კუთხე, რომ ბავშვებს ბანაობა და ადამიანურად ცხოვრება შეეძლოთ. ბავშვები ძალიან წვალობენ. მათთვის ყოველი დღე ტანჯვა და ტკივილია. თქვენი მხარდაჭერა უბრალოდ დახმარება კი არა, ნორმალური ცხოვრების შანსია სამი ბავშვისა და მათი დედისთვის. იყავით გულმოწყალენი. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.